დღე მშვიდობისა. მოკლედ გუშინ რახან არ ჩავიწერე ვიდეო, დღეს მოგილოცავთ რა მარც, გოგოებო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, რაც თქვენ გულებს გაუხარდებათ და მოკლედ დედამ მომართვა მიმოზების თაიგული, გიждები ბავშვობიდან ისე მიყვარს. ადრე მოყოლედიც მაქვს მიმოზებთან დაკავშირებით. კარგი ამინდებია ეს ორი დღეა. მზიანი, თბილი, სხვათა შორის ფანჯარა გავაღე, ისე მიხაროთ. ანუ კი ვანიავებ ხოლმე, მაგრამ აი ისე რა შეზღუდულად, რომ მაინც ცივოდა გარეთ ყინავდა და მალევე ვკეტავდი რა, მოკლედ და ნუ ესე. ეხლა თამამად გავაღე. ხო, ეხლა მინდა ეს რა ქვია მას შტატივი. მოდი ცოტა ხანი აქ დაგაყენოთ, რომ ეს გავასწრებ ფეხები შტატივის არ გადმოგვიყვება. იმედია გადაიღებს. აი ხო ვიძახდი, არ გადმოყირავდეს თქო, მაინც გადმომიყირავდა. ხო. ესე ხუნავ ხოლმე ერთი წამით. და თავი დავიგანე, ეს სპეციალური ესეთი ის აქვს, აი ნახეთ, არ ვიცი გამოჩნდება თუ არა, აქ ღილზეა შესაქრავი, არ ვიცი თუ ჩანს, მოკლედ ვანდა საჩუქა ნინომ და ვანდა მემაჩუქა, არ ვიცი ეთყობა ვერ იგუა თუ როგორ იტყვიან და მე გადმომილოცა. ეხლა თან ყავა მინდა მე და დილას კი დავლი იყავა, მაგრამ კიდე არ ვიტყოდი უარს. ხო, რა მინდა ვთქვა? არ ვიცი, ალბათ ვფიქრობ, შემთხვევით მოხვედრილები ჩემ არხზე, ან რაღაცა ინფორმაციას არ ფლობენ, ისეთ მებს კომენტარებს მიწერენ, რომ აი უკვე მე რამდენად უნდა ავხსნა ეს ყველაფერი, არ ვიცი, მართლა წავიდეთ. გუშინ დედამ ამაფრისაც მოიტანა ცოტა საჭმელი და ხო და მაცალეთ ერთი წამი. დედა სირენაა რა. ხო, ეხავე მაცალეთ. ნუ გაფი ეს არის ეგრეთ წოდებულ პერეხვატებს უკეთებს ხოლმე დობის და სპეციალურად დობის ცოტა მეც ვაძლევ ხოლმე. მოკლედ ორი ყვავილი გადავრგე მიწაში და აღარ არის დრო. გაზაფხული მოვიდა. ეხლა რომ გამიშრება ეს თმები, დედასთან და გავიდეთ. და რა ვიცი, იქნებ ზეთიც მიწილადოს. всё, ფაფუ ზეთი. ხო და აი ეს სამსახურთან დაკავშირებით რა, მოკლედ რომ მიწერენ ხოლმე კომენტარებს. მე მგონი თუ მოსმენილი აქვთ, ანუ წინა ვიდეოებში რაც ამაზე ვილაპარაკე, მაშინ შეგნებული ადამიანი გაიგებს. მერე თან რატომღაც რომ ჩემს გარეშე რო წვიტავენ, რომ თურმე ჯანმრთელი ვარ, თურმე ენერგია მაქვს, თურმე ძალიან მაგრა ვარ და რატო არ მუშაობ. ვინც მე კარგად მიცნობს, ძალიან კარგად იციან, რომ ზარმაცი ნამდვილად არ ვარ. ზარმაცი კი არა, მეტიც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მოწადინებული და დაჟე ჩემი მენეჯერი ორნაბიჩი სულ იმას მეუბნებოდა, რომ ძალიან იმაშვებიო რა, ზედმეტად იმაშვებიო რა, მოკლედ ყოჩა ღობს პონჩი, მოდით ესე ვთქვათ რა, ჟარგონულად. ხო და მე შემაჩვია რა, რომ ცოტა წნარად გააკეთეო, ნუ იმაშვებიო, ანუ აი მართლა აი ესე ვაკეთებ, თუ ვაკეთებ ძალიან ესე რა, მოკლედ მონდომებულად და
ну, ვინც იცის, რომ მე ეს არ მაქვს და თუ რაღაცა, ვთქვათ, გაჩერებული მაქვს, ხო, ესე იგი ამისთვის მაქვს საკმაოდ არგუმენტირებული მიზეზი. მიზეზი რო არ არსებობდეს, მაშინ მე მგონი ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის, რა არის ჩვენთვის უკეთესი, რამდენია ჩვენთვის უკეთესი და როგორ არის ჩვენთვის უკეთესი და მოკლედ გინდა სოსოსთვის, გინდა ჩემთვის. და მსგავს კომენტარებს რომ ვკითხულობ, კი, ზოგი რბილად ამბობს, ასე ვთქვათ, მორიდებულად და რაღაცა, მაგრამ მაინც თვითონ შინაარსი იმას მიანიშნებს, რომ ანუ მე შენზე უკეთესად ვიციო, შენთვის რა არის უკეთესი და შენი შვილისთვის რა არის უკეთესიო, რაღაცა ესე გამოდის. ხო და არ ვიცი, მაშინ ჩემზე უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ესეთ ადამიანს და საერთოდ არ მიცნობს. ეხლა მაგალითად მე ადამიანს საზღვრავ რითი თავისი, ანუ გავლილი დროით, ხო, რას აკეთებ და როგორ აკეთებ და თუ მე არ ვიცნობ, მაშინ ზერელეთ მე ვერ ვიტყვი და ვერ დავასკვნი რაღაცებს თავისთავად, როცა ადამიანს ვიცნობ, ახლა დავუშვათ ჩემ დაზე რო ვთქვა, რომ ეხლა კი, როცა არ მუშაობდა, მithქვამს, რომ რა არის, როდემდე უნდა იჯდეს სახლში და რაღაცა, ხო? და ნუ ცუდად იყო ეხლა ხალი რა ქნას ეხლა ჩემზე 2 წლით უმცროსია. კი, გამოვიყურები, ბევრად ალბათ პატარა ასაკის შეხედულება მაქვს, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ვარ. მამი და ჩემი მაგალითად ისე კარგად გამოიყურებოდა თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად, მაგრამ გარდაიცვალა. ასე რომ არავინ არ ვიცით, ვის რა გვიწერია წინ და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით და მოწიწებით, აი არ ვიცი, ნამდვილად არ მინდა მე ჩემი ჯანმრთელობა შევაკლა რაღაცა ისეთ სამსახურს, რომელიც ელემენტარული ჩემ ჯანმრთელობასაც, ანუ იმ კურნალობას რომ დამჭირდეს, ვერ უზრუნველყოფს. და ესე უფრო უარესი იქნება. გვირჩევნია ის რაღაცა ცოტა კონდეს სურსათი იქნება თუ რაღაცა, მაგრამ თავს ძალა არ დავატანო. აი მართლა იცით როგორ ველოდები ისეთ იმას, რომ აი მე თვითონაც არ ვიცი, რაღაცა ისეთი მოვიფიქრო, მე უფრო მაქვს იცით როგორი სურვილი, რომ მე თვითონ ჩემი საქმე ვაკეთო და არა ვიღაცას ვუკეთო საქმე და ვიღაცაზე ვიმუშაო. გასაგებია ყველაფერი. ეხლა დედა მაგალითად იმას მეუბნებოდა, რომ ხო მაინც უნდა იმუშაო სადღაცას და რაღაცა და ისა. და მე რო აუხსენი, რომ ეს ცით რა, ეს უფრო ძველი თაობის ხალხს უფრო არ ესმის ესეთი რამე, იმიტომ რომ იყო სტერეოტიპებით, აი რაღაცა ესეთი, რომ უნდა მოკვდე, იშრომო, წელზე ფეხები დაიდგა, ფაქტიურად არაფრის გამო, ანუ მხოლოდ არსებობის გამო და ანუ სხვანაირად არ გამოდის და ესეთი დევიზები, საშინელი მისა, ნუ მოკლედ რა, ესე იგი არ ვიცი, მე ახლა ჩემი შვილებისთვის, მე ახლა ვიძახ ჩემი შვილისთვის, იმიტომ ვთქვი, მხოლოდ ბიჭი რა, ანუ უფროსი ბიჭი, ანუ მუშაობს, სოსოჯერ არ მუშაობს და ეს, ანუ რომელიც მუშაობს რა, იმაზე მაქვს საუბარი. ახლა მან თვითონ იცის თავისთვის რა არის უკეთესი. რა თქმა უნდა, მე როგორც ახლა მოდით ასე ვიტყვი, თანამედროვე იმ გაგებით კი არა ჩაცმადახურვით, არა, თანამედროვე ნიშნავს, როცა დროს მიყვები და ყველა ინოვაცია თუ რაც არის, ხო, ყველაფერს ეცნობი და გაითავისებ, ხო? ასევე ცოდნასაც რო იღებ და არ ჩამორჩები დროს, მე ამას ვეძახი თანამედროვეს და არასოქს რო გონია მოდამ მხოლოდ და ჩაცმადახურვა. ხო და მე მაგალითად რა თქმა უნდა ახლა პირველ რიგში ვფიქრობ ხოლმე ჩემ შვილს რომ აი მქონდეს კარგი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს და მისი საქმიანობიდან გამომდინარე არ შეექმნას პრობლემა. რა თქმა უნდა ახლა ყველა დედას უნდა თავის შვილი ისეთ საქმიანობით იყოს დაკავებული, რომელიც სიამოვნებასაც მიანიჭებს, ანაზღაურებასაც და მოკლედ არ მოკვდება რა, ჯანმრთელობას არ გაიუარესებს. ხო, არ ვიცი, ახლა ვიღაცისთვის ალბათ პრიორიტეტი ის არის, რომ აი მართლა იცით რა არის ახლა ბევრი მე ვიცი, ვინც შრომობს.
იმ მომენტში ვერ გრძნობს. იმიტომ რომ მეც ესე ვიყავი მეგობრებო, მე რომ საქმეს ვაკეთებდი, იმ მომენტში ვერ გრძნობდი იმდენად ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა ხანი რომ გავჭერდი, მოკლედ, ხერხემალმა მითხრა, აქამდესაც იყავი წელი, ხერხემალი, მოკლედ ეს იცით რა არის რეალობას მოწყვეტილობა, რაღაცა მხოლოდ რაღაცა პატარა ესეთი სფეროში რო ხარ და იქ ნათსავი გინდა მოიკითხო, იქ ვიღაცა გინდა მოიკითხო, მეგობრებს ვერ ვკითხულობდი, ელემენტარულს ვერ ვაკეთებდი და მე ძალიან მაინტერესებს, იცით რა უნდა ვთქვა. აი ეს ადამიანები ესეთ კომენტარებს რომ მიწერთ. 40 წუთიანი ვიდეოს ყურების დრო გაქვთ. ანუ წინა ვიდეო იყო 40 წუთიანი, შეიძლება ახლა გადახოვებით უყურა, მაშინ იმას გეტყვი რომ კარგად არ მოусმინე ვიდეოს და მაინც ზერელია დასკვნები, მაგრამ 40 წუთიან ვიდეოს როცა უყურებს ადამიანი, ესე იგი გაქვს დრო, ხო? შენ დროს რო ხარჯავ იმ ვიდეოს საყურებლად, თან იცით რა მიკვირს ხოლმე, შემოდიხართ ჩემთან. ფაქტიურად მე გეპატიჟებით ჩემთან სახლში სტუმრად, ხო? მოდიხარ და აქეთ კიდე პრეტენზიებით. აი ელემენტარულად არ ვიცი ახლა თუ მიყურებს ის ვიღაცა რა, ვინც ესეთი კომენტარები დაწერა. აი წარმოიდგინეთ რომ ოჯახში სტუმარი მოვიდა თქვენთან და თქვენ ხელგაშლილი შეხვდით რაღაცა და გიყურებთ და იცი რა, აი ესე არ უნდა იქცეოდე შენ სახლში. აი იცი რა, ეს ჯობია ესე გააკეთო, ის გააკეთო. აი გულწრფელად მითხარით. შეიძლება აი ხა მე მაგალითად ისეთი ხასიათი მაქვს რომ ამაზეც შეიძლება თვალი დავხუჭო და რაღაცნაირად ცოტა ისე რბილად ვპასუხო, მაგრამ ბევრი ვიცი რომ საკმაოდ გაღიზიანდება, იმიტომ რომ სახლში მოდიხარ ადამიანო ჩემთან და კიდე აქეთ მებლატავები. ცოტა არ იყოს რაღაცა ისეთი რაღაც ესეთი თემაა რა, მოკლედ, იმიტომ რომ მე მგონი დღემდე ვერ გაიგო ხალხმა YouTuberi და ტელევიზია რომ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სად YouTube და სად ტელევიზია. ხო, და მე კიდე, კი ახლა საჯარო ადამიანად ითვლები, რა ხან გიყურებს მრავალი ადამიანი, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ შენ ხარ რაღაცა ოფიციალური იურიდიული პირი, რომელიც ვთქვათ რაღაცა ისინი გაქვს, ხო? ეს არის ჩვენი საკუთარი პატეწუნა არხები. მოდით ასე ვთქვათ, ხო? ხო და თან კიდე ის რაზე ვამბობდი, თან მოდით ყავას გავაკეთებ. ის არა მაქვს, რა ქვია, გაზი ჯერ არ დამიტენია. მგონი დღეს დავტენი, არ ვიცი. მოკლედ რა, აი ეხლა დამავიწყდა რაღაცა, აი ესე ვიცი ხოლმე, ვლაპარაკობ მე გადავერთვები სხვა რაღაცაზე და ის არ დამიმთავრებია ის აზრი. რა ვიცი, ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ, ხო, დროსთან დაკავშირებით. ღმერთმა ყველას მოგცეთ კარგი, გულწრფელად ვიძახი, მართლა ისეთი ჯანმრთელობა, რომ არაფერი პრობლემა არ გქონდეთ, არც მუშაობასთან და არაფერთან. ხო, თან ესე იგი, თუ ქალი მიყურებ, მე იმას მივმართავ, თუ ქალი ხარ და თუ ხარ ჩემი ასაკის დაახლოებით მაინც, ხო? ან მეტის, ან ნაკლების, ალბათ ვერ გაიგებს. და გეტყვით რატო. ვინც იცის რა არის, მოდით ესე ვთქვათ, კლიმაქსური პერიოდი, ხო? მოდით ესე დავარქვათ. ეხლა კლიმაქსი უფრო ისეთი გამოკვეთილი ეს არის, მაგრამ მე ცხოვრებაში არ შევუწუხები ვარ წნევებს, ანუ ისე ვიცხოვრე, წნევა არ ვიცოდი რა იყო. და ესე იგი სადღაც დაახლოებით გეტყვით ახლა დაიწყო ეს ყველაფერი, თუ სწორედ მახსოვს 58-59 წლიდან. აი ეს ამერია უკვე ეს წნევების ამბავი, ხან ამივარდებოდა, ხან დამივარდებოდა, მოკლედ და თქვენ ახლა წარმოიდგინეთ ესეთი წნევების ადამიანი კიდე რომ ახერხებდა მუშაობ.
ვახერხებდი და მუშაობდი და კიდე შეიძლება ვიმუშაო, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს? მე არ ვიცი, შეიძლება თქვენ ეხლა იმათ მიმართავ, ვინც ძალიან ისე ზერელეთ საუბრობს და დიდად მეგობრულად არ არის ეს ნათქვამი, ხო? შეიძლება ძალიანაც გაგიხარდეთ, რომ დავსახიჭრდე, რაღაცა ჯანმრთელობა გავიუარესო და ბოლო-ბოლო ფეხები გავფშიკო, მოდით ესე ვთქვათ. ხო, შეიძლება ძალიან გაგიხარდეთ კიდევაც, მაგრამ მე ეხლა ვისთვის ვისწავლე და რისთვის მივიღე ამდენი ინფორმაცია და ცოდნა იმისთვის, რომ ვიღაცის ბიზნეს შევაკლა თავი და ვიღაცის საქმე. იცით რა არის, ოჯახში სიარული კიდე სხვა მომენტი, ანუ დალაგებაზე ვძახი რა. კი, სხვას უკეთებ იმას და სხვას ულაგებ, მაგრამ ეს ცოტა სხვა სფეროა. ან ბავშვროული ეს ანუ სფეროსაც ხო გააჩნია და მე ვამბობ იმაზე, სადაც მუშაობდი ბოლო ხანებში, ხო? ანუ მაღაზიის და თუნდაც რაიმე ბიზნესი იყოს, ხო? ვინმეს. რესტორანი იქნება თუ მაღაზია იქნება თუ ну, ფაქტობრივად მე ვეძახი კერძო ბიზნესი, რა ეს უფრო კერძოა. კი არის შეპესე, მასე შეპესე მეც მაქვს, მაგრამ ხო. მოკლედ, დროზე ვლაპარაკობდი. ამდენ დროს რო ხარჯავს ადამიანი, მე რომ ახსენდება, რომ მუშაობდი, ანუ დიდი ხნის წინ კი არისო, ეს ახლა ახლებისთვის ვიძახი, ვინც საქმის კურსში არ არის, სად მუშაობდი, როგორ მუშაობდი და რას ვაკეთებდი. ფაქტიურად ხო რა თითქმის წელიწადი შესრულდება ზაფხულში არა. ნუ 7-8 თვეა რა, მოკლედ, რაც გაჩერებული ვარ, მე თვითონ არ მომწონს, რა თქმა უნდა. ღმერთმა ისეთი ჯანმრთელობა მომცეს, რომ კიდე ვიმუშავებდი და არაფერი ჩემთვის, ანუ მე პირადად ჩემთვის დიდ ესეთ საგანგაშოს არაფერს არ წარმოადგენს, უბრალოდ როცა არ გიწყობს ჯანმრთელობა ხელს, აი მაშინ არის ძალიან ცუდი. თორე ჩემზე უფროსი ქალი იყო ისეთი, ჩემზე მეტი ჯანი და ის ქონდა ენერგია და ისა რამდენი წლის იყო, პენსიასაც იღებდა, თან მუშაობდა და მოკლედ მიხმარება მინდოდა და იმ სიმძიმე 5 ისე გამომგლიჯა ხელიდან მე სპორტსმენს გამიკვირდა, რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს თქვა, აი მართლა გულწრფელად ისე აი იმის მაგივად ვამაყობდი, რომ მეთქი ყოჩა ხალს, რომ ამასაკშიც ესეთი ენერგია ხო იცით, ინდივიდუალურია, ზოგს ესე, ზოგს ესე. ხო, მოკლედ. რაზე ვამბობდი? დროის ამბავში რა, ანუ მე რომ მუშაობდი არ ვიცი მეგობრებო, ეთქობა ძალიან კომფორტულ კარგ სამსახურებში ხარ, ისეთი რომ ისე არ იღლებით. მე ვიღლებოდი, არ ვიცი, მე ძალიან ვიღლებოდი. მოვდიოდი, აი ვისაც ძველებს გახსოვთ ჩემი ვიდეოები, აი ძალიან მეთქი არხი რისთვის გავხსენით ხო, ესე უცბად ხო არის, ანუ ხო არ დავხურავდი იმის გამო, რომ მე ფიზიკურად აღარ შემეძლო. მე სახე მქონდა ეს დიალეწილი, დაბერებული, განადგურებული და მაინც რაღაცა პატარა ვიდეოს რაღაცას ჩავწერდი ხოლმე. მაგრამ ეს იყო ჩემთვის იცით რამხელა ისა დატვირთვა, ანუ იმ დაღლის მერე კიდე რაღაცას რომ ვიდეოს მერე იმას რენდერი უნდა, იმას ატვირთვა უნდა რაღაცა და რო გეძინება, აი კუდები ისე გეძინება და მოკლედ რა, ზუსტად აი მაქედან დაიწყო ჩემი, ასე ვთქვა, ჩავარდნები ვიდეოს გადაღების, რომ ვეღარ ვიღებდი ისეთი ინტენსივობით და ეხლა შეიძლება უფრო სხვაგვარად ყოფილიყო ჩემი არხის მდგომარეობა. ხო, მართლა ამ გახსენებაზე არ დაგავიწყდეთ ხოლმე ლაიკის დაწერა, ძალიან გამახარებთ და ასევე ვინც არ ხართ გამოწერა, ვისაც არ გაქვთ გამოწერა გაკეთებული, გააკეთეთ გამოწერა, არაფერი ფულს არ ითხოვს, საჭმელს არ ითხოვს, წყალს არ ითხოვს, ერთი ღილაკია. რა თქმა უნდა, კეთილ ადამიანებს, იმიტომ რომ ბოროტებიც არიან, რომლებიც პრინციპულად არ აჭერენ ვითომ რაღაცა, რა ვიცი მე, რა გონიათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესეთი პრინციპულობით ისევ თქვენ თავს დააზარალებთ, იმიტომ რომ ესეთი ბოღმით და ესეთი შურით თქვენშია ეს ემოცია და თქვენ ვედახებთ თქვენ ცხოვრებას უკან.
ხო, და რაც ვამბობდი. აი, არ ვიცი, ეთქობა აქვს ამ ხალხს დრო იმისთვის, რომ 40 წუთიან ვიდეოს უყურონ და მე დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ მიყურებენ. კიდევ, ანუ მე იმაზე მაქვს საუბარი, რა ჩასაფრებულები და ძალიან ისეთ კომენტარებს წვეტიან კომენტარებს უწერენ. დარწმუნებული ვარ, კიდე სხვებსაც უყურებენ. ესე იგი, საკმაოდ დიდ დროს ფლობენ. ხო და მე რატომ იმითითებთ რაღაცაზე, მით უმეტეს მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ფეხზე გადადებულმა იცხოვრა რა, ჯერ ერთი, მოდით აქედან დავიწყოთ. მე ის კი არა, იმას ვფიქრობ ხოლმე. ღმერთმა ქნას, რომ პენსიამდე მიმაღწევინა თქო რა, ჯანმრთელობის მხრივ. რომ პენსიას ვეღირსო თქო რა, დამჭა 9 წელი პენსიამდე, ანუ 60 წლის ხო არის ქალებს აძლევენ 65 კაცებს. ხო და ესეთი ის ხო მე რო ესე გავაგრძელო. არ ვიცი, მე პენსიამდეც ვერ მივაღწევ და რა თქმა უნდა, ეხლა რომ დათბება უფრო, ანუ დათბება რას ვიძახი რა, რეფლექტორის ჩართვა რო აღარ დამჭირდება და რაღაცა. მე ესეთი პატარა ესეთი გეგმა მაქვს, არ ვიცი ეხლა როგორ განვახორციელებ, ეს უკვე მონდომებაზეც არის რა თქმა უნდა და გარემო რაღაცა ისინი ხო არსებობს, ხო? ეხლა მე მომინდეს და ესე რაღაცას მივიდე და ამიყვანონ სამსახურში, ეგრე არ ხდება. ხო, თან რატო არ ვჩქარობ ეხლა ჯერ იმიტომ რომ, ნუ, ეხლა ვინც უფრო დაკვირვებულია და ვინც უფრო კარგად მისმენს და კარგად გებულობს, მაშინ ბავშვი ვთქვათ რომ დავტოვო სახლში, დავტოვო, ნუ იცით როგორი რაღაცა. მოდით აი ესეთი სამსახური წარმოვიდგინოთ, რომ არის შორს სადღაცას, ხო? ანუ ტრანსპორტი სჭირდება. წავედი მე სამსახურში. სამსახური, დავუშვათ, მოდით ისე პრაქტიკულად წარმოვიდგინოთ ხოლმე ყველაფერი. ესე ზერელი ლაპარაკი მეც ვიცოდი ოდესღაც, მაგრამ ხო უნდა დაუკვირდე. ესე იგი, დავუშვათ ეს ახლა ჩემი სიტუაციაში, ანუ მე და მარტო ბავშვი ვარ, ხო? არც ბებია სახლში, არც ვიღაცა რო რაღაცა, ან მეზობელიც კი არა, ისეთი, ვისაც შეიძლება რაღაცა მიაბარო ცოტა ხნით. იმიტომ რომ ყველა მუშაობს, რაღაც საქმე აქვს, რაღაცა თავის საქმეები. არავინ არ ავალდებული, მოკლედ. ნუ არ არის ესეთი მეზობლებიც ამწყავს. ხო, წარმოვიდგინოთ, რომ დილას უნდა წავიდე სამსახურში, ხო? სადღაც დაახლოებით დავუშვათ 10 იქ უნდა ვიყოთ, ხო? ნუ ეს ისეთ ნორმალურ სამსახურზე მაქვს საუბარი. ესე იგი, ვტოვებ ბავშვს მარტოს და ვთქვათ, სოსოს მეორე ცვლა, ხო, დავუშვათ. ესე იგი, მე უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ კარგი ვთქვათ, დამოუკიდებლად მიდის, მოდის, ხო? მაგრამ აქაც არის იცით ისეთი ისა ცოტა უბანსაც ხო გააჩნია. ეხლა მაგალითად არის ისეთი უბნები, სადაც 7-დან ხარ, კარგად ხარ რაღაცა, ხო? მაგრამ როცა შენ ქუჩაზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება მამაკაცები და დაბორიალობენ და თუ ძველი ვიდეო გახსოვთ სოსო გვერდზე რომ მეთქა და კინაღა მანქანა დაეჯახა და რომ ვუსაყვედურე მეთქი ბავშვი კინაღამ გაიტანე მეთქი ვისაც მინდა იმას გავიტანო. აი ხა წარმოიდგინეთ, ახლა ჩემთვის პრაქტიკაზე რომ მაქვს ესეთი რაღაცა გამოვლი რა დამშვიდებული გულით უნდა გავუშვა ბავშვი დამოუკიდებლად სკოლაში. მე ხო არ ვიცი ვინ ხაჯი გადარეული გამოუხტება და რაღაცას ეტყვის, ხო? სიტყვაზე ვიძახი, მოდით ახლა ცხვრი ესე გლიშიშითო ცხარი არ დაუხოციოდო თუ როგორ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც სიფრთხილეს თავი არ ტკივაო და გაფრთხილებულ ღმერთი უფრთხილდებაო. ტყუილი ნათქვამები არ არის. ნუ მოკლედ მოდით ვთქვათ რომ მე უნდა წავიყვანო და მოვიყვანო. ნუ ესე გადავწყვიტე. დედა ვარ და სრული უფლება მაქვს ბავშვის სრულწლოვანებამდე, როგორც ანუ ჩავთვლი შვილისთვის, როგორც უკეთესია, ისე მოვიქცევი, ხო ეგრეა? ხო, თან მერე ჩემი მუშაობის ხარისხიც დაქვეითდება იქიდან გამომდინარე, რომ მე თუ სულ იმის წნეხის ქვეშ ვიქნები, რომ აი რაღაცა იქ როგორ არის ბავშვი, რას აკეთებს და როგორ მივიდა სახლამდე ხო მივიდა. ნუ მოკლედ, ხო ხდებით რა, რას ვიძახი. როცა ვიღაცა კურირებს ამას, ან მეუღლე, ან ვიღაცა ბები, ან რაღაცა, კიდე სხვანაირად არის. ხო, იმიტომ რომ როცა მარტო ხარ შენ პასუხისმგებელი ბავშვზე, ხო, მაშინ ესე ხდება. აქეთ მოდით ამას თავი დავანებოთ, ახლა წარმოიდგინეთ დავუშვათ გამოყვანოთ, ანუ შესვენება ხო ეკუთვნის ადამიანს. რამხელა შესვენება უნდა მქონდეს, რომ მე ფიზიკურად მოვასწრო
ტრანსპორტი, ზუსტად ჩემი მასე, ესე იგი ტაქსი რო ტაქსია, ისიც კი ვერ იმოძრავებს ისე სწრაფად, იმხელა საცობებია ხოლმე. მოკლედ, ეს ცალკე პრობლემა. ნუ კაი, ეს ტერიტორიულად რო სხვა გამმუშავებდეს, შორს თქო რა, ვისაც არ ესმის, რა თქმა უნდა, პრაქტიკაზე როგორ ხდება. ხო, და მე კიდე საღამოს, ანუ გამოყვანა, ну ეს კაი, ვთქვათ სამსახურის საათები დასრულდა, თუ რა თქმა უნდა, ისეთი სამსახურია, როცა იმ დროს სრულდება, რომ შენ ასწრებ მიხვიდე სკოლაში და საღამო ხანს, ანუ ბნელა და უფრო მეტი არანორმალური ისინი დაბოდიალობენ და ნასვამი ადამიანები ძიან რულთან, მინდა გითხრათ და რა ვიცი, მოკლედ რა. მოდით აი ესე ცოტა ისინიო იქით გადავაწყოთ ჩემი ფეთიანი ხასიათი. მოკლედ, ეხლა პასუხისმგებლობა აი როგორ ვთქვათ. რა არის იცით, როცა რაღაცა უკვე მოხდება, მე უკვე თავში ხელის რტმა გვიანია ხოლმე. იმიტომ არის ნათქვამი რა, მოკლედ გაფრთხილებულს ღმერთი უფრთხილდებაო, სხვა კი არაფერი. ხო და მე რო ვიცი, როგორიც არის სამყარო და როგორი შეიძლება იყოს ნებისმიერ დროს, ამიტომ მაქვს ეს გამომიმუშავ და გამოცდილებიდან, ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან, ასე ვთქვათ, ეს უნარები. და ამიტომ ვარ ესეთი ფრთხილი. მე ვიცი, ეხლა მაგალითად ის კი არა, სახში რომ მარტოს ვტოვებდი, ესეც დიდი ის არისო ჩემთვის რა, კომფორტული, იმიტომ რომ მე სამსახურშიც ვიძაბებოდი თავისთავად. ეხლა მაგალითად ბავშვის ანთელს დამოუკიდებლად არ აანთებდა, მაგრამ არის ხოლმე, სხვათა შორის ამ ბოლო ხანებში, ხო, ვერ ვიტყვი ძალიან ხშირად, მაგრამ ითიშება ხოლმე დენი. აქედან გამომდინარე, ელემენტარული ხა საღამოს, როცა შუქი გაითიშება, ბავშვს ჭირდება ხო რაღაცა წყარო განათების, ესე იგი რაღაცა უნდა აანთოს, ანთელი არ არის. მოდით ძალიან შორს წავალთ და ყველამ კი კარგად ვიცით, რითი მთავრდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები და არ გვინდა რა, ეხლა იმის ლაპარაკი რომ დიდია და მეტი შეუძლია, ეხლა მე ვერავინ ვერ მასწავლის ჩემ შვილს რა შეუძლია და რა არ შეუძლია. შეიძლება 6 წლის ბავშვს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სკილები ქონდეს, ცხოვრების, აი ესეთი რა, უფრო მოხერხებული იყოს და შეიძლება იყოს ჩემი შვილის ასაკის და არ ვიცი, ბევრი რაღაცის გაკეთება არ შეეძლოს. ეს იქიდან გამომდინარე კი არა, რომ არ ისწავლა, არა. არიან ადამიანები, ზოგი ესეთია, ზოგი ისეთია. მოკლედ, ეხლა მე სხვანაირი ბავშვი ვიყავი, ნიკაც სხვანაირი იყო და ეს ცოტა სხვანაირია. ეხლა ყველა სათითაოდ ვერ დავდგები, ვერ აგიხსნით როგორია. ხო, კარგი. შეიძლება ლაპარაკი, აზროვნება, ეს ასე ვთქვათ, გონება უჭირდეს, მაგრამ რაიმეს კეთებაში არ კონდეს. ანუ ხო არის რომ აი ხელმარჯვე ადამიანი, მაგალითად ნიჭიერი და რაღაცას კარგად რო აკეთებს. ამ ბოლო ხანებში ჯერ მარტო ეხლა ალბათ მისმენს იმდენი რაღაცა გააფუჭა. დიდება უფალს რომ მაქვს იმის ნიჭი, რომ რაღაცეები, რაც შემიძლია გამოვასწორო, გავაკეთო, შევაკეთო. ჩაიდანი დამიწვა, იმიტომ რომ დაავიწყდა ჩართული შრალზე, ანუ წყალი არ იყო შიგნით და გადაიწვა. დიდება უფალს რომ ხანძარი არ გაჩნდა და დიდება უფალს რომ მე ვიყავი სახლში, რო არ ყოფილიყავი, მე არ ვიცი. შეიძლება რაღაცა გარშიც საკმაოდ ბევრი ის არის რა, საფრთხის შემცველი რაღაცეები, ასე რომ არავინ არ თქვას გარეთაც და შინაც, ასე ვთქვათ, არის ესეთი რაღაცეები. ხო, ტელეფონი რო გატეხა, ეს კიდე ცალკე პრობლემა გამიხდა, ეხლა მე ტელეფონების შეკეთების არაფერი არ გამეგება. არ გამეგება რა, ეხლა რომ ის ეკრანი, რომელიც გამოვიწერეთ, რო ყოფილიყო, როგორ არის, იცით, თვითონ მოდელი ემთხვევა, ანუ თვითონ ეკრანის ზომა, ყველაფერი. შლეიფი, რომელიც უნდა შეერთდეს, აი ეს არის ცოტა განსხვავებული და ამიტომ, თორემ მე თვითონაც გავაკეთებდი მაგას, მოდით ესე ვთქვათ. ხო და ტელეფონი რო არ არის კონტაქტი. როგორ ცხოვრობდით ადრე? აი სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე, როგორ ცხოვრობდით ადრე? სად ქონდა მობილური ტელეფონები, რომ
ქუჩაში ვთქვათ რომ მივდიოდით, ხო? ხა დედას რანაირად უნდა ცოდნოდა, ანუ დანიშნულების ადგილზე მივედით თუ არა. აი დავუშვათ მე რომ მუსიკაზე დავდიოდი. 42 ნომერი ჩერდებოდა მარჯანიშვილზე, ანუ მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე არა, იმ მხარეს, ოღონდ ცოტა იქით ხიდისკენ. და ამ 42 ნომერზე დავშდებოდი, ელბაქიძე კი არა და მოკლედ რუსთაველზე საათი რო იყო, მიწისქვეშა გადასასვლელად მან და ათარბეგოზე ზემოთ, ნუ მე ფეხით ავდიოდი, ანუ მიწისქვეშაგან. ხო, ეხლა რაზე ვიძახი? ანუ აი ეს გზა რომ გავდიოდი ამას და რომ მივდიოდი მუსიკაზე, ჯერთი მუსიკაზეც არავის არ ურეკავდა დედა. რომ აი მოვიდა ბავშვი და რაღაცა, ხო? ანუ რამე რომ მომხდარიყო ამ შუალედში, გაკვეთილის დრო პლუს წასვლა-მოსვლის დრო, აი ხვდებით რამხელა დროა, მაგ დროს რამე რომ მომხდარიყო, ვერ გაიგებდა მშობელი. ხო, წარმოგიდგენიათ, თან მაშინ იყო, საშინელი დრო იყო. მე მახსოვს სკოლიდან ერთი კაცი იყო ვიღაცა ჩასაფრებული და დამყვებოდა ხოლმე, ესე ანუ უკან მომყვებოდა ხოლმე. მე ერთი პირი კი ვიფიქრე, მე ხო არ მეჩვენება თქო და უნივერმაგში შევედი. შემომყვა უნივერმაგში. მე ესეთი სვეტები რო არა, მოკლედ იქით და ესე გავედი, გამოვედი, სულ დამყვებოდა, მეგობრებო და მაშინ მართლა მივხვდი, რომ მართლა დამყვებოდა და ფეხები ამიკანკალდა, ისე შემეშინდა. თან მაშინ იყო ეს მანიაკები, რაღაცეები ესეთი საკმაოდ და ну, უსაფრთხო დრო არასდროს არ არის. ყოველთვის არის ვიღაცა არანორმალური გიჟი. ესე მეგობრებო, ასე რომ იოლია ლაპარაკი ყველას თავისი ცხოვრება აქვს ინდივიდუალურად. ხო და მოკლედ ესე. ასე რომ გუში ვნახე ვიდეო. ეს როგორ წევს. Кафе, пойди, უნდა დავждე. ხო და გუში ნახე ვიდეო იმისი ვიდეო ნახე როგორ დავრეგისტრირდეთ იმაზე. რა ქვია კაცო? ისტი ქვია თუ როგორ ქვია. მიხვდით ხო ეს რო არის სავაჭრო პლატფორმა, საზოგადოებრივ გაყიდო რა შენ მუშევრები თუ ხელოვანი ადამიანი რო აკეთებს და მერტო ესე იგი მე დამოუკიდებლად რო ვცდილობდი ერთ დროს მე თვითონ რომ ვაპირებდი დარეგისტრირებას თურმე მაშინ მივხვდი, ანუ გუშინ მივხვდი რომ რატომ ვერ გავაკეთე. კარგი საფრთხო რაღაცა ყოფილა. მიუხედავად იმისა რომ კომპიუტერი ყველაფერი ესეთი რაღაცებში ვერ ყვევი, ჯერ მარტო ვიდეო გაკვეთილი, ანუ ადამიანის სწრაფად ხსნის ამ ყველაფერს ხვდებით, ანუ ამბობს, აკეთებს და როცა არიცი შესაბამისად ცოტა შენელებულია ხო დრო და ესე იგი თითქმის 1 საათიანი ვიდეო ერთი ხო ნახევარი საათი ესე იგი ერთი ის იყო რაღაცა pioneers-ზე უნდა დაარეგისტრირო და მე უნდა დაარეგისტრირო იქა ხო და იმხელა ისინია პროცედურები გასავლელი თან ეხლა როცა ამ ვიდეოს ასე ვთქვათ გაკვეთილით მიყვები ფეხ ხო ამ ინსტრუქციას უფრო დიდი დრო დაიხარჯება მე კიდე დიდი სამბით მინდოდა უცბად გაკეთება ყველაფერს ხო და ნუ არ ვიცი რა ეს კარგი იდეა არის სხვათა შორის ვინც აკეთებთ ხელნაკეთ ნივთებს და აქ ჩვენ ქვეყანაში რომ არ გიფასდებათ თუ ვერ ფასდებათ თუ რაც ქვია მოკლედ რა ჯანდაბაცა ხდება ჩვენ ქვეყანაში აი ესეთი საშუალებით შეიძლება უცხოელებმა ნახონ თან როგორ დავიჯერო რომ აი რა ტიპისაც არ უნდა იყოს თქვენი ნამუშევარი როგორ დავიჯერო რომ ამ ხელა ქვეყნებში ანუ ეს იქნება
ევროპა თუ ამერიკა თუ რა ვიცი კიდე სხვა ქვეყნები რომ ვიღაცა მაინც არ გამოჩნდება ერთი სუმცირე 100 ადამიანი მაინც ხო ამ ხელარ იმაში რომ თქვენი ნამუშევარი არ მოეწოდოთ და არ იყიდოს ხო ეს ხო გამორიცხულია სტატისტიკურად რა მოდი ესე ვთქვათ ამიტომ კაი აზრია მაგრამ იქ არის მთელი ის გასავლელი ნუ არის შეიძლება ეს მაინტერესებს მე ანუ როცა გაქვს შენი კომპანია და ასე რო აკეთებ რამდენად უფრო საფიანია თუ არა მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს კიდე შესასწავლი ის კი არა ვიფიქრე თვითონ ის ბიჭი ვინც ეს ვიდეო ჩაწერა იქნებ როგორმე და დავეკონტაქტოთ ხო და ანუ მოვიშველიო მაგრამ ისე უანგაროდ ხო არ გააკეთებს ადამიანი თავისთავად რაღაცა გადასახადი სჭირდება რომ მე რო არ ვიწვალო მეგობრებო და არ ვიხლაფორთო ძალიან ის არის ყველაფერს უნდა მიექცეს იქ ყურადღება ნუ ახლა ფიქრობ YouTube-ის დარეგისტრირება და აი ეს მონეტიზაცია და რაღაცა ის არის გაცილებით იოლი ვიდრე ეს ნუ არ ვიცი როგორღაც ესეა რა ფაქტიურად ონლაინ მაღაზიას აკეთებ რა ანუ ონლაინში შენი მაღაზია გაქვს და შენ ნამუშევრებს განათავსებ ჩემთვის იქნება აი გამოჭრილი და არ მარტო ჩემთვის მე ვიცი მიყურებს ძალიან ბევრი ხელოვანი ადამიანები და ძალიან კაი იდეა რა აი არ ვიცი ლოგოს ვნახავ და ჩაგისვავთ იმაში აი აქ სადმე აქეთ და იქნებ გვეშველოს რამე ჩვენც ძნელია ესეთ ქვეყანაში ცხოვრება ხელოვანი ადამიანებისთვის როცა პერსპექტივა ფაქტიურად არ აქვს ერთი ეს რომ თქვი იმაში community-ში დავწერე პოსტი ახალგაზრდა ბიჭი მგონი ჩემი უფროსი ბიჭის ასაკის იქნება შეიძლება უფრო პატარაც ხელოვანი ადამიანია ნიუ-იორკში წავიდა და იქ ანუ მე ხო წარმოვიდგენია როგორი ძნელია იქ ცხოვრება ახალგაზრდასთვის უფრო ასე ვთქვათ მეტი ის არის გასაგანი იმიტომ რომ ჯერ ერთი ახალგაზრდას მეტი ენერგიაც აქვს ნუ თავისთავად ჯამთელ ახალგაზრდაზე მაქვს საუბარი ხო და ნუ მოკლედ სხვა არის იქ ხელოვანი ადამიანის ცხოვრება და აქ მართლა ჩაქრებოდა და ბევრი ქრება მეგობრებო აქ ჩვენთან ბევრი ქრება რატომ იმიტომ რომ არასოდეს არ მოდის ისეთი მთავრობა ჩვენ ქვეყანაში არასოდეს არ არის ისეთი მთავრობა რომელიც იზრუნებდა არ ვიცი უფრო ალბათ სხვა რაღაცაზე აქვს უფრო მეტი საზრუნავი და საფიქრალი ფიქრობ ალბათ უფრო საკუთარ თავზე და საკუთარ ნათესავებზე თორე ხალხზე მართლა რეალურად ვინმე რო ფიქრობდეს მაშინ სხვაგვარად იქნებოდა საქმეზე გამოჩნდებოდა იმიტომ რომ რასაც უყურებ მე დონალდ ტრამპი რეებს აკეთებს და ამ მოკლედ დროში რაც დაინიშნა პრეზიდენტად იმდენი რაღაცა გააკეთა რომ აი მართლა შემშურდა იმ გაგებით რომ მეთქი რატო ჩვენ არ გვყავს ესეთი რომ აი ესე რადიკალურად რაღაცა იცვლებოდეს და რაღაცა კეთდებოდეს საქმე არ ვიცი თუ კეთდება რატო არ ხდება ამის ვთქვათ საჯაროდ რომ გავიგოთ ხალხმა რა კეთდება ნუ ყველა ადამიანმა ხო თავის თავზე უნდა იგრძნოს რაღაცა რომ კეთდება ესეც ხო არის და რომ ვერ გრძნობს ხალხი ნუ ეხლა მე გაუმაძღარ ხალხზე და იმებზე არა მაქვს საუბარი და უსაქმურებზე რომლებსაც მართლა არაფრის კეთება არ უნდათ და მე ვიძახი იმ ადამიანებზე ვისაც უნდა გააკეთოს საქმე აკეთოს და ამავდროულად კონდეს ნორმალური ღირსეული ანაზღაურება ნორმალური ღირსეული ცხოვრებისთვის რამეს ეხლა ვიძახი ისეც არანორმალურს მთელი მსოფლიო გაგვასწრო და რა ვიცი სადღაცას ბოლოში ვართ აი ღმერთო არ ვიცი რა შეხედავ ქვეყანას თითქოს კოხტა ლამაზი იქით აქეთ რაღაცა ყველაფერი ინფრასტრუქტურა ვითომ რაღაცა იქით და რა ისე უცხოელები უფრო კარგად ხსნობენ აქ თავს ვიდრე ადგილობრივები ეს უსამართლობაა ჩემი აზრით
ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ჩვენებს მუშაობა არ უყვართ. მუშაობა რო არ უყვარდეთ, ამდენი ქართველი წავიდოდა ევროპაში და იქ იმუშავებდა? ხო, ну მოკლედ რა, ძალიან ვრცელი თემა ამაზე აღარ ვილაპარაკებ. თორე ძალიან შორს წამიყვანს. მოკლედ რა. რა ეშველება ჩვენ ქვეყანას. აი, საჯიჯგნია რა მართლა რა, ვინც მოდის ჯიჯგნის წავა, მოვაკიდე ვიღაცა ჯიჯგნის წავა. ანუ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. არავინ აი მართლა რეალურად უბრალო ხალხზე არავინ არ ფიქრობს. თან ეს უბრალო ხალხია ზუსტად, რომელიც ფაქტიურად ამუშავებს რა. იმიტომაც არის ჯერ კიდევ. ეს რო არ იყოს, საერთოდ რა ვიცი, ჩამოიშლებოდა ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რა ვიცი. იქ მუშა რომ არ შრომობდეს, მეზობე რო არ ხვეტავდეს, რავი, მაღაზიაში გამყიდველი რო არ ყიდიდეს და რავი, ყველაფერი. და ზუსტად ასეთ ხალხს უფრო არ აქვს დაფასება. მოკლედ. ესე მეგობრებო, დღეს ახლა რომელი საათია? ჯერ პირველის ნახევარია. სადაც ესე სოსო როდის გავიდეთ? 4:05-ზე რო იყოს 4:05. 4:05 ჯობია. ხო, თორე მე დაგვიანდება ჩვენ რეჟიმი გამოვასწორეთ, მეგობრებო, ვიძინებთ 10 საათზე ან 11-ის ნახევარზე მაქსიმუმ. მე პირადად დილას ვიღვიძებ 7 საათზე, სოსო იღვიძებს რომელზეც 9-ზე, ხო, თუ რაღაცა 9-ზე. ხო და ასე რომ გამოვასწორეთ რეჟიმი და მალე დაგვეტყობა, უბრალოდ მე დამეტყობა ვიდეოების ამბავშზეც, ყველაფერი და მოკლედ ტელეფონი როცა ძილის წინ აქვს ბავშვს და რაღაცას კითხულობს, მერე ბალიშის ქვეშ ამოდებს ხოლმე და დილას მე ვიღებ და ვაერთებ რომ დაიტენოს. ცოტა ძნელად იტენება ჩემი ტელეფონი და ამიტომ ველოდები ხოლმე და აი როგორც დაიტენა, ეგრევე ხომ გატყუებთ, მანამდე საქმეები ვაკეთე კიდე რაღაცეები და სოსო მანამდე მუსიკებსაც მოусმენო. ანუ კითხულობს რაღაცას და თან მუსიკებს უსმენს. აბა რას აკეთებ ხოლმე ჩემი ტელეფონით? არა, მუსიკები. რა? ანუ სულ ისე ხო მუსიკას უსმენ. ისე ძალიან დამოკიდებული ნუ იქნები მუსიკებზე. ეგეც არ არის კარგი, ცოტა რეალობასთან ახლოს იყავი, რაღაცა ბუნება, რაღაც ის. ეს რაღაცა ვირტუალური. ხო, კაი. კარგით მეგობრებო. დროებით დაგემშვიდობებით, ნახოთ. ყოველთვის ვიძახი ხოლმე ჩემთან გადავიღებ ვიდეოსკო და რაღაცნაირად ვერა ვერ ვიღებ. სოსო მითხრა, მოდი გადავიღოთო, იქო მეც გამოვჩდები, ნახოთ, რა ვიცი. ნახოთ. ეხლა მოვიხსნი ამას უკვე შეშრებოდა. ისეთი კაი ამინდია რას არ გაშრება. ერთი ორი რაღაცაც გავრეცხი აქ. კიდე მაქვს სარეცხი, მოკლედ ამოვიტანე რა ნისიაზე ისევ, აბა ისევ მომცებს. მოკლედ წუწუნის გარეშე. სარეცხის მხნელი ხელის რეცხვის, ანუ ხელის რეცხვის და გავრეცხი კიდე მაქვს დასარეცხი რაღაცეები. ჩემთან ვეღარ დამაქვს სარეცხი. იმიტომ რომ გავუფუჭდათ სარეცხის მანქანა. რაღაცა მე პირადად უფრო მასე ავღელდი რომ მეთქი ფეხსაცმელებს ვერ გავრეცხავთ, მაგრამ მაგასაც მოვაბავ თავს ადრე რო არ ქონდა სარეცხის მანქანა, როგორ ვრეცხავდით ფეხსაცმელებს, ჩოთქით და ყველაფრით რა მოკლედ როგორც ვრეცხავ. გავრეცხავ, არ არის პრობლემა. კარგით მეგობრებო, რო ვუყურებ გარეთ ისევ სიამოვნებს, ისეთი მზიანი, კაი ამინდია. კარგით დროებით და შევხვდებით იმედია, არა, მოლოდინია. კარგით გაკვეცეთ აბა.